გამარჯობა. მოკლედ, სულ რაღაც 13 კილომეტრი გამოვიარე. და ავდივარ ლოტკინზე, სადღაც ჯინოს მიმდებარე ტერიტორიასთან. რუსთავიდან დავიწყე რა. და გრძელი გზა ირჩიე, ხო ნათქონია. და წანისიდან წამოვედი, ტრასაზე აღარ წამოვედი, ტრასის ველთი არც ვარ რა და. რახაც კი არის ტრასა, მაგრამ ზოგადად ავტობანის სიარული არ მიყვარს და არც დიდი სურვილი არ მაქვს საქართველოში განსაკუთრებით. და ზოგადადაც ავტობანის სიარული ცოტა სახიფათოა. აქამდეც მინდოდა და რაღაცა მაინტერესებს მოკლედ ფონჭალიდან სანამ ავტობანი დაიწყება თბილისის მიმართულებით არის რკინიგზის ხიდი, რომელიც გადადის ეს აკაციები რა არის ამდენი. რომელიც გადადის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რა. და ძალიან მინდა ვცადო თუ გადავალ ფეხით ან ველოსიპედით. ნახოთ რა იქნება. აუცილებლად გადავიღებ ამ ყველაფერს და განახებთ. მოკლედ, ფონჯალაში შევედი. მაგრამ შენიერი სკვერია. გადავიჯდები წყალს და ალბათ ცოტას დავისვენებ და მე უნდა ვნახო სალოსზე გადასასვლელი ხიდი. აი ძალიან მაინტერესებს რა იქნება, ვნახოთ რა. თუ გადავედე იქნება იდეალური. წესით მატარებელი არ დადის და როგორც ვიცი. ხო, ეხლა გაჩვენებთ, მოკლედ სკამი გამოცვალე ველოზე რა. საშინელი სკამი მქონდა და დავაყენე Ergon SM Sportman-ი. რომელიც საკმაოდ კომფორტულია და თავის კლასში ბიუჯეტური და ძალიან კაია მოკლედ რა. გუშინ გავტესტე. დღეს მაგალითად მაცვია პადები და ამ შემთხვევაში რაღაც ვერ ვგზნობ ახლა ამ სკამის კომფორტულობას, იმიტომ რომ პადებს ეხება სხეული ძირითადად რა. მაგრამ გუშინ სადღაც 12 კილომეტრი გავიარე სპეციალურად იმისთვის, რომ სკამი გამეტესტა და საკმაოდ ისეთია რა, კომფორტული და ძალიან კარგი აგებულება აქვს. საკმაოდ შვენიერია, აქვე აქვს პატარა ადაპტერი, რომელზეც მაგრდება. ან შესაძლებელია დამაგრდეს მომავალში რაიმე პატარა ჩანთა სკამისთვის და იქნება ძალიან კარგი. ამოვედი ფონჭალიდან, ტრასიდან, სანამ ბანი დაიწყება. ამ ხიდზე ჩვეულებრივი რკინიგზაა, სადაც ესეთი გზა მიუყვება. ნახოთ, შემდეგ ხიდზე მომიწევს გადასვლა, სადაც ესეთი ქვაღორღია. ხელი გადავიტან რა ველოს. მაგრამ კაია, საკმაოდ კარგი დასამოკლებელი გზაა რა. ან იქით ხარეს თუ მიდიხარ, შეგიძლიათ გადახვიდეთ აქედან. მოკლედ აგერ ყოფილა. ესეთი გზაა, მოკლედ ესეთი ხიდია. ველო აგერაა. და 3 პუნქტია ესე აივანივით გადმოწეული, თუ მატარებელმა გამოიარა, შეიძლება რომ აქ შეაფარო თავი. იმედია. ნუ ესე ჩანს. აგერ ჩემს ქვემოთ არის მტკვარი. და აი, გავაგზავნე და გადავედი გზა. და შეხედეთ რა ხდება. ველობილიკი, მეგობრებო, ველობილიკი, როგორც იქნა ეგრისა თბილისის მოსახლეობას. ეს საოცრება. არ ვიცი, აი, ენით აღუწერელი გზნობა. ერთი ბანანი მაქვს ხოლმე ნაჭამი და მე მგონი ენერგიები უნდა შევისო, თორე არ ვიცი, გამერხევა. ძალიან არ არის წყალი. სხვა თუ არა და რა თუ არა შაურმა, მეგობრებო, შაურმა. კარანტინა edition. ნახოთ, გავსინჯოთ, თუ კაია. ნუ რომც არ იყოს კარგი წესით ეს საწავე უკან რუსთავამდე ჩამიყავს. მოკლედ, როგორი შაურმა, იცი, აი როგორც ტარანტინოს ფილმებშია რა, ესე ბოლოში მოულოდნელად რო არელის და უცებ რაღაც საშინელებები რო მოხდება, აი ეს ეგეთია რა.
რაცა უნდა გასაკვირი იყოს, ჯერჯერობით ვაზის უბნის აღმართები არის ყველაზე სასიამოვნო მონაკვეთი ჯერჯერობით საერთოდ. ტროტუარი არის საკმაოდ ფართე, თბილია და ძალიან სასიამოვნოდ მიდიხარ. ეხლა გავჩერდი წყალს ავიღებ და გავაგზავნებ გზას. სადღაც ალბათ 7 კილომეტრი დამრჩა. მაგრამ მე მგონია რომ აღმართებია რა, მაგრამ ნელა გაურლი ერთი ტემპით და ეგა. მახეთას აღმართებს ამოვედი, საკმაოდ გრძელი აღმართია და ერთი ტემპით ამოვედი, აგერ მახეთას ტაძარის ჩანს. და ჩვენი ქალაქი საიდანაც მოგზაურობა დავიწყეთ, აი აგერ ბურუშია გახვეული, თბილისის მოკშია თქო უნდა, ხოლო რუსთავში ამჟამად სუფთა ჰაერია. ცოტა ხანი დავისვენებ იმ ადგილას, სადაც უნდა გავჩერდი და უკან წამოვალ დავბრუნდები რუსთავში. ავარავდეთ სხვა გზით მომიწევს დაბრუნება. მომიწევს არა, სურვილი მაქვს რომ დავბრუნდე სხვა გზით. კარგი. აბა ხო. ეგ არის. ბრუნდები უკან რუსთავში, სახლში. რუსთავს როგორც ყველა რუსთაველი სახლს უწოდებს. და ბოდიში. ხო. ატარა ლაფსუსი იყო. მოკლედ. ხუდადოვიდან უნდა ხუდადოვზე ვეშვები და ხუდადოვის დაღმართები უნდა გამოვივლო ბორბლებში. კარგით, ალბათ კიდევ გავჩერდები სადმე რომ რაიმე ვიდეო ჩავწერო. აგერ ლოტკინის სვეტი გამოჩნდება ეხლა. მალე დაგანახებთ. წამე. აი აგერ არის ლოტკინის სვეტი. სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და იცოцот. აბა ჰე. შევხვდებით რუსთავში. ან მანამდეც. მოკლედ. ჩამოვედით რა. იდეალური გასვლა იყო. რაც შეეხება როგორ გძნობ თავს. ხრები მტკივად ცოტა რა. ეხა ტრასის ვალთვიო წამოსულიყავი. ეგ პრობლემა არ მექნებოდა. ნუ ეხა არაუშავს. სადღაც 60 კილომეტრი დავფარე და 60 კილომეტრში ეხა ბოლოს დამეწყო ცოტა ისეთ ტკივილიც არ არის და უბრალოდ შემაწუხა ხრებმა და ეგ იყო. იაღლუჯი ან იალღუჯი არ ვიცი როგორც ეძახით. აგერ არის, რუსთავიც აგერ არის. კარგი გასვლა იყო, ამინდი. შვენიერი გადასარევი. ზის ჩასვლა. სხივები. რუბელში ჩამოდი. და ეფინება ქაურებას. კარგით. აბა ჰე. აბა ხო. ძალიან კაი.